საქართველოს ეროვნულ ნაკრებს აქ კიტაიშვილი ყურადღებით უნდა იყოს ორი ფეხბურთელის გარემოცვაში. კარგი გადაცემა პაპუნაშვილის მისამართით, ნახოთ რა სიზავს გიორგი დარტყმა და 1-0. შესანიშნავი გადაცემა ოთარ კიტაიშვილისგან და პაპუნაშვილის ზუსტი დარტყმა. ძალიან კარგი 1-0 დაწინაურდა თბილისის დინამო, რა თქმა უნდა, კარგი ეს ნეიტრალური გულშემატკივრისთვის კიდევ უფრო გაიხსნება შეხვედრა, ნახოთ განმეორებით გამოზომილი გადაცემა პარაშუტი ეგრეთ წოდებული და გიორგიძე კი საჯარიმოს მისადგომებთან ელის გადმოვარდნილ ბურთს ჩაწოდება დარტყმა და ხარიხა მიხსნა პირველ ეპიზოდში. სტუმრები, თუმცა დამატებაზე უკვე უძლური იყო ჯიოევი, ბაჩანა არაბული გატანილი გოლის ავტორი ულოცავენ მას თანაგუნდელები. ორ ბურთიანი გახდა თბილისური გუნდის უპირატესობა. ნახოთ კიდევ ერთხელ პაპუნაშვილის კარგი ჩაწოდებული, კარგად გათავისუფლდა მეორვისგან. გველესიანი მახარაძე იყო თუ მახარაძელება იძულებითი სახის იყო, მეკარი აზამათ ჯიოევმა მიიღო. კარგი გადაცემა 1-1-ია პაპუნაშვილი, ნახოთ რას მოიფიქრებს, ძალიან კარგი გადაცემა დარტყმა და 3-0. აპლოდისმენტები გიორგი პაპუნაშვილს, ძალიან კარგად მაღალი დონის შემტევივით ითამაშა ამ შემთხვევაში თბილისის დინამოს კაპიტანმა და შემდეგ საბა ლობჟანიძეს უკვე ცარიელ კარში აღარ გასჭირვებია გატანა ყოჩახ ამ შემთხვევაში გიორგი პაპუნაშვილს და არა მარტო მას ძალიან კარგი კომბინაცია იყო მაღალ სიჩქარეზე გაკეთებული და გადაბმული რამდენიმე გადაცემა რაც ნამდვილად დასაფასებელია. ნახოთ განმეორებით ყოჩახ ბაჩანა არაბულმა გააყოლა გიორგი პაპუნაშვილს ერთი შეხებით ბრწყინვალე გადაცემა, მანაც არ დაუკარგა თავისიანებს გარჯა და შენიშნა საბა ლობჟანიძე. კლავ ჩაკვეტაძე პაპუნაშვილის გადაცემა ოდნავ წინ ყოფილიყო აჯობებდა, ჩაკვეტაძე მონახა არაბული ცრუმოძრაობა დარტყმა მარცხენეთი და 4-0. 4-0 ძალიან კარგი და მაღალი საშემსრულებლო ოსტატობა ბაჩანა არაბულისგან დუბლი დინამოს რვიანის შესრულებით. რომელმაც ვარდნაში აართვა მეტოქის რუიანს ბურთი. ჩაკვეტაძე შეუძლია ძალიან კარგი გადაცემა მისგან არაბული დარტყმა და 5-0. ბრავო დინამოს. ჰეტრიკი ბაჩანა არაბულის შესრულებით. მეორე ჰეტრიკი მიმდინარე ჩემპიონატში, პირველი მამია გავაშელიშვილის ანგარიშია, რომელიც ლოკომოტივის შემტევია. ძალიან კარგი პასი გიორგი ჩაკვეტაძისგან. ხატავენ დღეს ნამდვილად დინამოელები წინა ხაზში. გადასარევი იყო განსაკუთრებით მესამე, მეოთხე და მეხუთე გოლები. ნახეთ ჩაკვეტაძე მარჯვენა ფეხით როგორ კარგად დაუკიდა არაბულს აქ კერდით. კარგად გაისწორა არაბულმა, ჩამოიღო და დაარტყა. თითქმის იდენტური ბურთი გაუტანა 2010 წელს, თუ სწორად მახსოვს, ინგლისის ნაკრებს, თუ გახსოვთ, სწორედ ამ მოედანზე წვიმაში მკერდით ჩამოიღო